თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გია ცაგარეიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გია, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. გაგი ბრაზდაო მითხრეს რომ დავაგვიანეთ თქვენი ჩართვა და პროდიუსერს დავაბრალო დეზინფორმაცია თუ მართლა ასე იყო. თქვენ თვითონ აღნიშნეთ რომ ეს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარ და აი გარეთ ახლა ერთი 40 ადამიანი მელოდება. ამიტომ დიდი ბოდიში რომ მოვაცდინეთ და საარჩევნო შტაბი თავისუფალი დემოკრატების აღარ გავიმეორებთ მსგავს შეცდომას. ბატონო გია, რა სიტყვით როგორ გადის ან ხელისუფლება ან ოპოზიცია ამ არჩევნებზე? ყველანაირი გამოკითხვები აქამდე ამაზე მეტყველებდა. დღეს კი ენდიაიმ დადო საბოლოო გამოკითხვის შედეგები, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, უმუშევრობა. ამ დროს ყველაფერზე მიდის პოლიტიკაში საუბარი ამ თემების გარდა. რა შანსები აქვს ან ხელისუფლებას, ან ოპოზიციას? ხომ გეთანხმებით, რომ ზოგჯერ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები მოწყვეტილებიან რეალობას, არადა რეალობა არის უმძიმესი ქვეყანაში, ხშირად ადამიანები არ საუბრობენ იმაზე, რაზეც უნდა ისაუბრონ ღიად, საჯაროდ, სულტურად გამჭირვალეთ, თავს არიდებენ ამ პრობლემებზე საუბარს, მათ შორის საზოგადოებასთან, ამორჩეველთან. ხშირად ეს არის გადაულახავი ბარიერი პოლიტიკოსებსა და ადამიანებს შორის, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საერთოდ არ აწუხებთ, რომელი ადამიანი, რომელი პარტიიდან სად გადაბრძანდება, ვინვის გამოლანძღავს, ჭორიკანას უწოდებს თუ სხვა სახელს და სხვა რაღაც კნინობით სახელს შეურჩევს კონკურენტს, ადამიანს, პოლიტიკოსს. ეს ნაკლებად აღელვებს საზოგადოებას, მე მაშინ აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ის კვლევა, რაც დღეს გამომზეურდა, ასახავს იმ უმძიმეს სურათს, რომელიც ფაქტურად ყოველდღიურად თვალსაცემია ჩვენთვის, ადამიანებისთვის, მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც ეს უნდა იყოს თვალსაცემი. მაგრამ არის სხვაგან გადატანილი ეს ორიენტირი და მე ვფიქრობ ადამიანები უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ პოლიტიკოსებს გულისხმობ, ვერაფერს ვერ ესაუბრებიან, თავისი საპროგრამო დებულებებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვერ თავაზობენ ამორჩეველს, თავაზობენ მას დიდ სანახაობას და გონიათ რომ ამითი გავლენ ფონს, მაგრამ გარწმუნებთ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები სულ სხვა ყაიდის არჩევნები იქნება, სადაც დაფასდება, მე ვფიქრობ, პირველ რიგში გონიერება, გულწრფელობა და ცხადი შეტყობინებები საზოგადოებისთვის. რას პირდებით ჩვენ ადამიანებს და როგორ შევასრულებთ ამ ჩვენ წინასაარჩევნო დაპირებებს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატები ვართ ამაზე ორიენტირებულები და მე მგონი თვალსისაცემია, რომ ყველა სხვისგან განსხვავებით არ ვართ ჩართული ამ საოცარ ანძღვაგინებაში, ურთიერთდაპირისპირებაში. ჩვენ ნაბიჯ მივდივართ არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, გვაქვს უამრავი პრობლემა და ყოველდღიურად ვცდილობთ რომ ეს ბატონო გია, დემოკრატიული პროცესის ნაწილი უწოდა წეგან ზაქარია ქუცნაშვილმა ამ პროცესებს, რასაც ჩვენ ვარქმევთ სანახაობას. ანუ პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი შანტაჟზე, ზეწოლაზე საუბრობენ. პასუხად ჩვენ ვისმენთ, რომ ან ალკოჰოლის დიდი დოზა აქვს პრეზიდენტს მიღებული, ან საკონსტიტუციო თავმჯდომარე პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, ან მასთან ერთად მარგველაშვილიც და ასე შემდეგ. ამას უწოდა დემოკრატიული პროცესი რეალურად, ხო? სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა წეგან. რა სიტყვით თქვენ რეალურად რა ხდება ქვეყანაში? ის რომ ადამიანები ხმამაღლა საუბრობენ პრობლემებზე, ეს არ არის ცუდი, კარგია ზოგადად, მაგრამ ის რომ პრეზიდენტი შეიძლება ესე შეამკო ამ სიტყვებით, ასე თქვენ ბრძანეთ და მე არ მინდა უბრალოდ ამ სიტყვების გამეორება პირდაპირ ეთერში, ის რომ ადამიანები ასე დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან, ის რომ მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკური თანამდებობის პირები ეჭქვეშ ჩაყენებენ გამოძიების შედეგებს, გულწრფელობას, პროკურორების, გამომძიებლების, მათ კვალიფიკაციას, ინტელექტს, ასევე
ის რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგადად მოსამართლეების თავისუფლება, ყველაფერი ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყვავის, პირიქით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, რატომღაც დაავიწყდათ საიდან არიან მოსულები, რატომ აირჩია საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს ისინი ამ თანამდებობებზე, ეს ძალიან ბევრ ადამიანს დაავიწყდა და ყველა არ წუხს ჩვენი საზოგადოება, როცა ამბობს, რომ ქართული ოცნება დღეს განსაკუთრებით რეგიონებში და დარწმუნებული ვარ თბილისის ასე იქნება, წინ წევს იმ ადამიანებს, რომლებიც ან აფილირებულებით, ან პირდაპირ დაკავშირებულები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან, ან იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის სპონსორები და ასეთი ძალიან ბევრი ბიზნესმენი ჭყალებში გამოჩნდა იმ უკანასკნელ დღეების მანძილზე. შევბრძანდით აგერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის არქივში ამოყარეთ ეს დამფინანსებლები და გარწმუნებთ ზოგიერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ რეგიონებში დააყენა, იყო ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელი. ისე რომ ადამიანები უბრალოდ გაკვირვებულები არიან, გაოცებულები მათ შორის. ბატონო გია, თქვენი პასუხი მინდა მოვისმინო. რატომ დიახ. თქვენი პასუხი მინდა მოვისმინო, რას ფიქრობთ აი ამ პოლიტიკურ პროცესებში კახი კალაძის როლზე? გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საშიში ტენდენციაა ქვეყანაში პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ არაფორმალური კავშირები სამართალდამცველებთან ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია მოხმარებულია პოლიტიკური მიზნებისთვის და უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელთან კახი კალაძეს? რა სიტყვით თქვენ ამ ეჭვზე და თქვენ თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ვიცე-პრემიერის სავარაუდო ჩართულობის შესახებ? ჩემი აზრით ჩვენ ერთად სულ ყველამ ვერ დავძლიეთ ის საშინელი მანკიერება, რომელიც დასადგურებული იყო ქვეყანაში საყოველთაოდ განსაკუთრებით პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით ხელისუფლებაში, ეს მოსდევდა წითელ ზოლად სააკაშვილის მმართველობას, სად მთავრდებოდა პოლიტიკური პარტია, სად იწყებოდა შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ინტერესები, ან უშიშროების ორგანოთა კანონიერი ინტერესები, სად რომელი პროკურორი ვისთან რა საუბრობდა, როგორ ერეოდა იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი, ან სასამართლოს თავმჯდომარე სხვა მაღალი თანამდებობის პირების საქმეებში და საქმიანობაში, ეს ხო თამდევი იყო ჩვენი ცხოვრების. მე ვფიქრობ, ეს მანკიერება არ არის დაძლეული, შეიძლება იმ მასშტაბების არ არის, მაგრამ გარკვეული ნიშნები ასკარად ჩანს, იგივე ჩვენ თავზე გამოვცადეთ თავისუფალმა დემოკრატებმა, მე ისევ უბრუნდები კაბელების საქმეს, როცა პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთით ხუთ უდანაშაულო ადამიანს აკავებენ და ისინი დღესაც არიან პოლიტიკური პატიმრები, ტყუები დღევანდელი ხელისუფლებისა. ეს ხომ ასეა და ეს იცის სრულიად საქართველოს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია სწორედ ეს შემთხვევა განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ დიახაც დღესაც არის ამის ნიშნები და ზოგადად საქართველოს პრეზიდენტი წუხს და საუბრობს იმაზე, რაც თვალშისაცემია და მე მაინტერესებს, ამაზე არ უნდა ილაპარაკოს საქართველოს პრეზიდენტმა, აბა რაზე უნდა ილაპარაკოს? კიტრის მოყვანა როგორ შეიძლება ბოსტანში და როგორ უნდა მოირწყას შემდეგ პროკურორის ფუნქციებიო შეითავსაო, ზაქარია კუცნაშვილი საუბრობდა ეხლა. არა, მაინტერესებს ეხლა პეპლებზე და მტრედებზე, ეს კარგია, ამაზე მე ვსაუბრობდი გარემოსდაცვის კომიტეტში როცა ვიყავი, მაგრამ ცოტა სხვა რაღაცეებზე ვსაუბრობდი ხოლმე და საქართველოს პრეზიდენტი თუ არის კონსტიტუციის გარანტი ამ ქვეყანაში, სწორედ ამ პრობლემებზე უნდა ისაუბროს. ეხლა ეს მოწონს უმრავლესობის რომელიმე ლიდერს თუ არ მოწონს, ეს მე ნაკლებად მაღელვებს. თუ მარგველაშვილმა ამაზე არ უნდა ისაუბროს, რაზე უნდა ისაუბროს, მაინტერესებს. აი რაზე რა, მაშინ შეურჩიოს დის წესრიგი ქართულმა ოცნებამ მარგველაშვილს და უთხრას, რომ აი ბატონო პრეზიდენტო, აი აქედან აქამდე თქვენ ისაუბრეთ, ამას ნუ გაცდებით. თორე დაგჯით, გაგლანძღავთ, ალკოჰოლისში დაგდებთ ბრალს და ასე შემდეგ. ეხლა ეს რო სრული მარაზმია, მე მგონი ამას ყველა ხვდება ამ ქვეყანაში. და სხვათა შორის ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რომელიც მათ შორის მეც, იმიტომ რომ მეც ვიყავი შემადგენელი ქართული ოცნების, ავირჩიე ამ უმაღლეს თანამდებობაზე. და მე მგონი დაავიწყდათ ქალბატონ კობახიძეს, სხვებს და სხვებს, რომ სწორედ ისინი დადიოდნენ კარდაკარ და თხოვდნენ ჩვენ ამორჩეულს და მოსახლეობას, რომ ხმა მიეცათ გიორგი მარგველაშვილისთვის და ეს ადამიანი იყო სწორედ ქართული ოცნების მიერ ნომინირებული ამ უმაღლეს თანამდებობაზე. ეს დაავიწყდათ ამ ადამიანებს. მაგრამ აქვე გონიათ, რომ რადგანაც მათი ნომინირებული არის ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე, ისინი ყირაზე უნდა დადგნენ და ამ ადამიანმა თვალი უნდა დახუჭოს ყველაფერზე და ასე არ იქნება. ის ისაუბრებს საარჩევნო თემატიკაზეც, ის ისაუბრებს
საგარეო უსაფრთხოებაზე, სხვა უამრავ პრობლემებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, სოციალურ პრობლემებზე, ეს მისი საქმეა. ეს ესეა, მაშინ დაუდგინოთ კიდევ ერთხელ ვამბობ, რამე დღის წესრიგი ამ ადამიანს დებულება შევქმნათ, შევადგინოთ, როგორც ეს უნდოდა პრინციპში გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ მისი შეკოწიწებულ შეცვლილია ეს საკონსტიტუციო მოდელი, რითიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. ეს საშინელება, რაც დაიწერა 2010 წელს ეგრეთ წოდებულ დემეტრაშვილის საკონსტიტუციო კომისიაში. ეს არის, ამიტომ ეს მოდელი ბრწყინვალედ მოირგო თავის ტანზე ჩოხასავით ახლა ქართულმა ოცნებამ და უნდა ამ ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტი ქვია, ვიღაცის გულის გასახეთქად ამ ქვეყანაში დაუდგინოს ჩარჩოება. თქვენ ჯერათ პრეზიდენტის საკადასტრო რუკა არის. ზეწოლაზე, მისი ოჯახის წევრის ზეწოლაზე როცა საუბრობს, თქვენ ჯერათ პრეზიდენტის განცხადებების თქვა ამას გეკითხებით, ან იგივე როცა იგი კითხვას სვამს ვიცე-პრემიერ კალაძესთან დაკავშირებით. კი ბატონო, მესმის. ყოველ შემთხვევაში ის საუბრობს ამ პრობლემებს ჭირდება გამორკვევა, სხვა არ ეხა მე ჯერა თუ ამჯერა ეს შეიძლება ნაკლებად საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში საქართველოს მთავარი პროკურატურა, თუ აქვთ მათ შნოდა ლაზათი გარკვეო, გაეკვნენ ამ საქმეებში, ეს ძალიან ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ არც ერთ საქმეში ფაქტურად ეს ადამიანები 4 წლის მანძილზე არ გარკვეულან, გაერკვიონ რა ხდება. რა მოხდა კორცხელში, ვინ დგას ამ ინციდენტის უკან, რა ხდება პრეზიდენტის ოჯახის თავს, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, არის თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე. ეს ყველაფერი არის გასარკვევი. ისე რომ მე ვფიქრობ, რომ როცა წინა საარჩევნოდ ესეთი პრობლემები არის თვალშისაცემი, ეს ხელს არ უწყობს ზოგადად ნორმალური საარჩევნო სიტუაციის ჩამოყალიბებას, ძაბავს საზოგადოებას და რაღაცა სრული პოლარიზაცია შეიძლება მივიღოთ არჩევნებამდე ჩვენ ქვეყანაში. მადლობა და ბოდიში მინდა კიდევ ერთხელ მოგიხადოთ, რომ დაგაკარგინეთ 20 წუთი. ჩვენს ურთიერთობა ნებისმიერ ლოდის გადალახავს ისე რომ. კარგით, მადლობა. წარმატებას გისურვებთ, ეს იყო გია ცაგარეიშვილი, თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და გადავდივარ